სახელით მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ჩვენთან არსმენ. მოგილოცავთ დღევანდელ დღეს, ეს არის წმინდა მღვდელმოწამე ანთიმოს ივერიელის ხსენების დღე. საოცარია ღვთის განგებულება, როდესაც ჩვენ ვეცნობით ამ წმინდანის ცხოვრებას, ძალიან საინტერესო ცხოვრებით ცხოვრობდა. წარმოშობით იყო სამცხედან, არჩილ მეფეს ახდა რუსეთში, იყო განათლებული ყველა მხრივ, ძალიან ნიჭიერი პიროვნება ბრძანდებოდა ანთიმოზ ივერიელი და საოცარია, როდესაც დაბრუნდა საქართველოში, მთიელმა კავკასიელებმა, ესე იგი ჩრდილოეთ კავკასიელებმა შეიპყრეს და გაყიდეს. და მართლაც ღვთივ სულიერად განაგო უფალმა მისი მომავალი ცხოვრება. შეისყიდა ტყვე ყოფილი იერუსალიმის პატრიარქმა. სწორედ იქ ყოფნის დროს მან დახვეწა ხელოვნებაში, კალიგრაფიაში და სხვადასხვა ხელოვნების დარგებში და ძალიან დიდი ნიჭიერება გამოავლინა. შემდეგ ვლახეთის მთავარი იყო იერუსალიმში და ძალიან მოეწონა ანთიმოზი და თავისთან წაიყვანა ვლახეთში. იქ გახდა მონასტრის წინამძღვარი, შემდეგ ეპისკოპოსი და იქაური ვითარება ძალიან რთული იყო და მძიმე. გამომდინარე იქიდან, რომ ვლახეთი დაპყრობილი ჰყავდა თურქებს და ყველანაირად ავიწროებდნენ, ჯულს უცვლიდნენ. ეს არის მე-16 საუკუნის ბოლო და მე-17 საუკუნის დასაწყისი და ძალიან გულთან მიიტანა ის მდგომარეობა, რაც მაშინ ვლახეთში იყო წმინდა ანთიმოზმა და როდესაც ის გახდა უკვე უნგრო ვლახეთის მიტროპოლიტი, ეს ნიშნავს უკვე ეკლესიის მეთაური იყო. მან ყველანაირად შეეცადა, რომ თურქები წასულიყვნენ ვლახეთიდან. და სწორედ ამ დროს, რა თქმა უნდა, მან პირველ რიგში მე მინდა მის ღვაწს გაუსვა ხაზი, რომ სტამბა შექმნა მან. ეს სტამბა ემსახურებოდა საღვთისმსახურო წიგნების ბეჭდას. და შეიძლება ითქვას, რომ ვლახეთის განმანათლებლად იწოდა წმინდა ანთიმოზი. აი ამ წიგნების გავრცელებით სტამბა შექმნა. მან სტამბა შეუქმნა საქართველოსაც. სწორედ მისი დაარსებული სტამბით დაიბეჭდა მრავალი საღვთისმსახურო წიგნები, ჟამნები, სახარება, სამოციქულო და მართლაც აი მრავალმხრივ მოღვაწე პიროვნება არის. შეიძლება ითქვას, რომ ეს შესასწავლი პიროვნება არის. ის ცნობები, რაც ჩვენამდე მოაღწია, ძალიან მწირი არის მის ცხოვრებაში. მან თავისი მიტროპოლიტობის პერიოდში 20-ზე მეტი ეკლესია მონასტერი შექმნა. თავისი ხელით გამოკვეთა ხეზე და დღესაც კი კარიბჭეზე არის ქართული ორნამენტები ბუქარესტში. და ბოლოს, როდესაც ვერაფერი ვერ მოუხერხეს და დააბრალეს აჯანყება თურქების წინააღმდეგ, ჩავიდნენ კონსტანტინოპოლში. ეს არის ის პატრიარქი, რომელმაც ჩვენი ადგილი მისცა რუსეთს, გამომდინარე იქიდან, რომ სკაისაჩუქრები გაუკეთეს და სწორედ ამის შემდეგ, ესე იგი, ჩვენ დაგვამცირეს და სწორედ ჩვენი მე-6 ადგილი მისცა იერემიამ, კონსტანტინოპოლის პატრიარქმა რუსეთს. და აი ამ პატრიარქმა გადაწყვიტა, რომ განედევნათ და გადაწყვიტა, რომ წასულიყო სინას მთაზე, როგორც უბრალო რიგითი ბერი. რა თქმა უნდა, ის დაემორჩილა ამ გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, უსამართლო იყო ეს გადაწყვეტილება და გზად თურქებმა ერთ-ერთ მდინარესთან აკუწეს ხვლებით. აი ესე აღესრულა ანთიმოზ ივერიელი. ეს არის და საოცარი რა არის, მემატიანე აღნიშნავს, რომ თავის წარმომავლობასო ყოველთვის ხაზს უსმევდა, რომ ის იყო ქართველი, ივერიელი. ამიტომ ეწოდა ანთიმოზ ივერიელი.
და თვითონ მემატიანეც აღნიშნავს, რომ ბრძენი ივერიელთა შვილია, ბრძენი ივერიელთა შვილია. იმდენად გამორჩეული იყო ღვთისაგან ანთიმოზი, თავისი ნიჭიერებით, თავისი სულიერებით და პატრიოტული სულისკვეთებით. ესე იგი, ესეც აუცილებელი არის. სასულიერო პირს ეს უნდა ჰქონდეს, რომ უნდა უყვარდეს თავის სამშობლო. ყველაფერი გააკეთოს, არ უნდა იყოს თავრის ესავი. არ უნდა ესავდეს თავარ, ნუ ესავთ თავართან, რომელთათან არ არის ცხოვრებაო. თავარს უნდა ვესავდეთ და გვიყვარდეს მაშინ, როდესაც ის ეკლესიურია, როდესაც მას ღმერთის ეშინია და ღმერთის სწავს. თუ ის ურწმუნოა და თუ ის არ არის, არ უნდა გჯეროდეს ასეთი მთავრობის. და მართლაც აი ანთიმოზ ივერიელმა ძალიან დიდი მაგალითი მოგცა მღვდელმთავრებს, თუ როგორი უნდა იყოს მღვდელმთავარი, ჭეშმარიტი მღვდელმთავარი. მე შეგახსენეთ პატერიკებიდან ერთ-ერთი ბერი უდაბნოში მოღვაწე ბერი დაეცემა და ძალიან განიცდის ამ დაცემას და მიდის სხვადასხვა მამებთან და ეკითხება როგორ მოიქცე, რა გავაკეთო და ერთ-ერთი ბერი ეუბნება რომ მიდიო ჭეშმარიტ ეპისკოპოსთან და ის დაგმოწვლავსო შენ. ესე იგი რატო გაუსვა ხაზი ჭეშმარიტ ეპისკოპოსს? ესე იგი ყველა არ არის ჭეშმარიტი. ზოგი ცხვრის ქურდში გახვეული მგელია. ეს მისი პირადი მაგალითიდან უნდა შევიცნოთ. მეორედ მოსვლის ჟამსო იქნებიან სრულწინასწარმეტყველიო და ეკითხებიან მოწაფეები იესო ქრისტეს როგორ შევიცნოთო და ნაყოფისაგან იცანითო, რა ნაყოფი აქვთ, რას აკეთებენ. აი ანთიმოზი იყო ნამდვილად ჭეშმარიტი მღვდელმთავარი, რომელმაც თავი დაადო თავის საწყისოსათვის. და საოცარი არის აი ერთ-ერთმა რუმინელმა ქალბატონმა მორჩილმა კირამ მადლიერების ნიშნად ის ჩამოვიდა საქართველოში, თქვენ იცით ამის შესახებ, ჩამოიტანა გარკვეული თანხა და თხოვა რომ იქნებო ანთიმოზ ივერიელის სახელობის ტაძარი აშენდესო და აი დღეს სწორედ მის აშენებულ ტაძარში ვართ. ჩვენ ყოველთვის უნდა მოიხსენოთ მორჩილი კირა და მადლიერი უნდა ვიყოთ, რომ აი მადლიერება ქართველი ერისამის სწორედ ამით გამოხატა კირამ და მერთმა დაალოცოს, მერთმა სულიერად წარმართოს მისი მომავალი ცხოვრება და ღმერთმა ისე აცხოვროს რომ ცხოვრდეს და სული გადაირჩიოს. მერთმა დაგლოცოთ. მე მინდა დავლოცო ამ ტაძრის წინამძღვარი მამა ვიტალი, რომელმაც აი მთელი გულითა და სულით ყველაფერი გააკეთა, რომ ასე გამშვენიერებული იყო ეს ტაძარი, სამრევლო სკოლა, სამრეკლო და მართლაც აი ქარელში ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი არის გახდა აი ამ ტაძრის აშენებით. მერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ ანთიმოზ ივერიელის მეთაურო საკურთხევო გეწეოდეთ.